ავსტრიაც ახსენეთ და ნათქვამიგავთ, რომ აქტიური შეხება მქონდა კულინარიასთან, მათ შორის ნიკარაგუაში, საფრანგეთში. კი, ყაზახეთი. ხო, ყაზახეთი. დიახ. რომელს გამოარჩევდით? ქართული ჯობი აქვს, ჩვენ ჯობიან თუ რა ნიშნებით გამოირჩევა? მე ზოგადად მიმაჩნია, რომ კარგზე კარგი არ გამოილევა როგორც ესეთი ბუნებრივი. ეხლა რომ მეკითხებიან, რომელი სამზარეულო გიყვარს. თქვენ რო გითხოთ, რომელი სამზარეულო გიყვართ? მე მარტივად ვიტყვი ქართულს, იმიტომ რომ ბევრი სამზარეულო არ გამოსწორებს. არა, უდაოდ გექნებათ, ხო იგივე აზიური გასაგები. კი, კორეული მიყვარს ხოთაშორისთან. მე მაგალითად ვიეტნამური. არაჩვეულებრივი. გავს კორეულს. განსხვავებულია, რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ, ნიშნებით კი, მაგრამ განსხვავებული. ვიეტნამური არის განსხვავებული. თუმცა ატრია, ასე ვთქვათ, ნახარში, აი პობოს რასაც ქვია, ხო, ეს წვნიანი ვიეტნამური ძალიან კაია, ძალიან საინტერესო. კაი, მოკლედ ქართული და რატო ქართული? იმიტომ რომ ძნელად თუ ნახავთ აი ესეთ პატარა ტერიტორიაზე ესეთ მრავალფეროვნებას. აი მართლა ძნელად რა. ესპანეთში რო ჩახვიდეთ, კი იქ არის კატალონია, არის თქვათ ანდალუზია, იქ რაღაცა გასპაჩო, ახობლანკო, არის ვალენსიური პაელია, იქ რა ვიცი, რომესკო, თქვათ соуსი კატალონიაში, მე გალისიაში ახვალ და გალისიური თქვათ პაი, რასაც ქვია, ხო, იმის ორცხობილა პეროქს რო იძახიან 8 ფეხის და ასე ბასკური სამზარეულო კიდე ცალკე თემა, მაგრამ ეს არის ძალიან გაშლილი რა. აი ძალიან გაშლილია და რო დაფიქრდე, ეგ თითოეულ რეგიონში მაინც ესე დიდი მრავალფეროვნება არ არის. იმის და მიუხედავად რომ ესპანური სამზარეულო ითვლება რომ არის სასწაული, ხო, ძალიან ეს ყველაფერი შეიქმნა დაწყებული 60 წლებით. ანუ იქ დასხდნენ 6 შეფი, ცნობილი და თქვენ ეს მოდი რაღაცა უნდა მოუხერხოთ ჩვენ სამზარეულოს, იმიტომ რომ ძალიან ცხიმიანია, ძალიან ის არის, ძალიან და შექმნეს ტენდენცია და მისცეს ამას სწორი მიმართულება. ქართული გითხარით რატომაც, იმიტომ მართლა მრავალფეროვანი, ამას ხელს უწყობს რა თქმა უნდა, აი ეს ასე ვთქვათ, გეოგრაფიული, კლიმატური მრავალფეროვნება, კულტურული მრავალფეროვნება, აი ესეთი კაფეო გაყოფა, ხო? დასავლური, აღმოსავლური, ვთქვათ, ეს გეოგრაფიულიც არის, კულტურულიც არის, არ ვიცი, ფოლკლორულიც არის, კულინარულიც არის, ყველანაირია რა. აქედან გამომდინარე, ეს არის უნიკალური სამზარეულო ნამდვილად. მარტივია, რო გეკითხებიან, რატო, იმ ყველას მოსწონს, მოჩა გათხრა, პასუხი არის ძალიან მარტივი. უცხოელებს გიждდებიან უცხოელებს. აი ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო. გინდა ფხალი, გინდა თითქოს ხმერული რა არის, ხო, აი თითქოს. თან კერძე არ არის ესეთი, რომელიც ისტორიულად შეიქმნა რაღაც. ეხლა პირობითად გუშინწინ, ხო, სიტყვას. გიждდებიან ამ ხმერულზე, რო ეკითხები საზღვარგარეთ ქართულ რესტორნებში, რომელი ასე ვთქვათ ტოპ კერძი, ნუ ერთ-ერთი ასე ვთქვათ, შქმერული. ხა მწვადი არ არის, იმიტომ მწვადია, ქაბაბიც არ არის, იმიტომ რომ ქაბაბია, მაინც და მაინც ასე ვთქვათ, სუნთლად ძირფესვიანად ქართული არ არის, ხო, რაღაც ინტერპრეტაცია აქვს მიცემული, მაგრამ შქმერული თითქოს რა, მაგრამ კი, საცივი რო აიღო, ნუ ღომი ხო სასწაულია და ასე შემდეგ. პასუხი მარტივია, ყველას მოსწონს. რატო გიყვარს? მიყვარს, იმიტომ რომ ყველას მოსწონს. მოჩა გატა.